იგი რაღაც კონვულსიებია ძალიან მინდა ჯეროდეს რომ აგონია კიდე ხელახლა დაიწყეს რაღაცა დაჭერები და უკვე ისე ვეღარ აკეთებენ როგორც ადრე შემოწმებას მაგრამ აშკარად ესეთი რეაგირება არის და რა ხდება საკა როგორ არის დინამიკა როგორ უყურებ დინამიკა როგორია ესე იგი ჩვენ ამ შემთხვევაში უკვე ესე იგი იმედი გამოჩნდა აი ამ ტრამპის ადმინისტრაციასთან ერთად და მართლაც მე აქამდე არ მქონდა იმედი მართალი გითხრა რომ ის არის აი ესეთი ჩუმი კი არა ესე იგი peaceful მშვიდობიანი პროტესტები იმას იზამდნენ შედეგს გამოიჯობდნენ მაგრამ ხო მაგრამ ეხლა ტრამპის ადმინისტრაციასთან ერთად ეს რეალურია ამ იმისი მშვიდობიანი პროცესების შედეგი ვიცი რა თანეგარი და თანაც ეს ნელ-ნელა რაღაცა ფორმას იძენს ეხა ხვალ გაფიცვა გამოცხადებული სტუდენტებმა დაიწყეს მისი კამპუსების დაკავება ანუ ესე პირობითად ხო გუშინ დაიწყეს სხვა იმაში გადადის ეს ფაქტი აღარ არის ის აღარ არის მარტო სიმღერაც ეკვა აღარ არის ასე რომ ნახოთ რა ესე იგი ძლიერი ადმინისტრაცია ამერიკაში შეერთებულ შტატებში რომელსაც სასოციალო ჭირდება ლიბერალური დემოკრატია ყველგან მათ შორის საქართველოშიც და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის ადგილია მათთვის მე ვფიქრობ რომ აი ჩვენ მივედით იმ წერტილამდე სადაც მართლა შეიძლება ეს ისა სოფლიო ვითარება ისე მოიქცეს რომ მართლა ეს ამ პროტესტებმა გამოიღონ შედეგი ასე რომ ნახოთ რა როგორ იქნება რა ნახოთ მეორე ფაქტორიც არის ესე იგი უპრეცედენტო დიდხანს გაგრძელდა არ ეთყობა არაფერი შენელება ხო არავის არ ეთყობა რომ ესე იგი ეს შემცირდება არავის არ ეთყობა რომ ეს ესე იგი გაჩერდება შევხედოთ ნუ მე ყოველთვის ეხლა უფრო მეტი იმედი თუ არ ვიდრე დავუშვათ ერთი წინანდან ერთი სამი კვირის წინათ ვიყავი რა შეიძლება ამ რა თქმა უნდა ყოველთვისია იმიტომ რომ 2003-ში ხო რომ არა ესე იგი ამ საერთაშორისო საზოგადოების ჩარევა არავინ არ იცის როგორ დამთავრდებოდა ეს ყველაფერი ხო ვიყოთ იმისა რომ სტაგნაცია იყო ჯერ სტაგნაცია საქართველოში არ არის 2003-ში როდესაც ივანოვი ჩამოვიდა და რაღაცა მაშინ უკვე სტაგნირებული სიტუაცია იყო რა არცად არაფერი არ ძირდა ასე თუ არის რა გარდა მაგისა კიდევ ვიცი რა გამოჩნდა რომ აი ხომ ნახე ვიდეო რომელიც ჩაწერა თუ არ მეშლება დავით ხეიძემ საჯარო სამსახურის მოხელემ რომელიც უარს ამბობს ამ თავსამსახურს და თან არგუმენტირებულად ასაბუთებს და ეს ვერბალიზაცია ძალიან კარგია იმიტომ რომ სხვაებიც უსმენენ და ძალიან მნიშვნელოვანია და რა ვიცი ესე იგი დიდი პატივი ვსცემ ამ ადამიანს ვინც ეს გააკეთა კიდე ერთი მომენტი აი სანქციებში ხა ძალიან უცნაური რამე ასე ვთქვათ ცოტა თავის მართლება ცოტა თავის შეწოდება გამოჩნდა რომ ესენი ვინც მოხვდნენ ამბობენ ესეთ რამეს რომ ეს სანქციებში მოხვედრაო არის NGO-ების და ანონიმშიკების და დამბეჭდების ბრალია თორე თვითონ არ ჩაუდგენიათ იმისთან რომ სანქციაში ხო ეს რაღაც უცნაური ისა ეხლა კითხვაც არის ამიტომ წამოვიწყე ეს თემა რომ კითხვა არის რომ აი ესეთი არ გეჩვენებათ გილაურის განცხადება რომ მისი ძმის სანქციების სიაში შეყვანა გაუგებრობაა და კონგრესში არაფერი ინფორმაცია მიეწოდეს რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში გილაური ხოცევის მხარეს თამაშობს რა თქმა უნდა მაგას ლაპარაკი ხო კარგი ხალხი ხარ ძალიან მარტივი ამბავია ხო ესე იგი როგორც არ უნდა ყოფილიყო და მე ესე იგი მოდი ჩემს რეკონსტრუქციას გეტყვით რა წინა საარჩევნო იმისი რა წინა საარჩევნო პერიოდის რა უნდა მოხდარიყო და რა მოხდა სინამდვილეში პოლიტიკა არის ყოველთვის გარიგებები რა ესე დაპირისპირებები რასაც ჩვენ ხედავთ ესე აშკარად რასაც ხედავთ ეგ არავის არ ხდება ხოლმე ეგ არის ყოველთვის ესა ასე ვთქვათ ფრონტ ლაინი როგორც ეძახიან სინამდვილეში ხდება სულ სხვა რამე და სინამდვილეში ხდება მოლაპარაკებები მე ასე ვფიქრობ რომ ესე იგი იყო ესეთი შეთანხმება ივანიშვილსა და ახლებს შორის რომ ესე იგი მოხდებოდა არ აიღებდა ივანიშვილი იმას 50%-ზე მეც და იქნებოდა კოალიციური მთავრობა ასე იგი ახლებსა და ოცნებას შორის და გილაური იქნებოდა პრემიერ-მინისტრი მე ესე ვფიქრობ რომ ესე იქნებოდა მე კი არა მაქვს ამის დამამტკიცებელი მაგრამ ყველა ესე იგი მოქმედება ხო ეს ჩემი ის არის ხოლმე ჩემი რეკონსტრუქციაა და შეიძლება როგორც გერასიმოვი ჩვენ ახალგაზრდობაში ხო გასულ გერასიმოვი რომ სახეების რეკონსტრუქციას აკეთებდა და მე არასწორი აღმოჩნდებოდა ხოლმე პორტრეტები თავის ხალები და როგორ და შეიძლება არასწორი აღმოჩნდეს სავსებით რა მაგრამ მე ვფიქრობ რომ ეს იყო ეს იყო გარიგება შეთანხმება რომ არ აიღებდა ოცნება 50%, 45 აიღებდა თუ 42 აიღებდა, შემდეგ იქნებოდა პირველი ოპოზიციური პარტია ახლები გააკეთებდა კოალიციური მთავრობას გილაური ძალიან ამას აცხადებდნენ რაღაცა თამომად და გავს იმას.
და გილაური იქნებოდა პრემიერ-მინისტრი რა. რა თქმა უნდა გილაური ამ შემთხვევაში ქართული ოცნების მხარეს თამაშობს, რა თქმა უნდა მისი ძმა არის ესე იგი ჩართული ამაში გარიგებაში იმასთან და რა თქმა უნდა მისი ძმა, რომელიც განსაკუთრებით აი ეს ისა ჯორჯია ინუეს ხო, რომელიც ძალიან მდიდარი გახდა, ხო, აი ბოლო 9 წელს განმავლობაში, რანაირად შეიძლება არ ლოიალური ადამიანი აი ამ ხელისუფლებაში და ესეთი ხელისუფლების პირობებში კონდეს ერთ-ერთი ერთ-ერთი კი არა, ყველაზე უფრო წარმატებული საინვესტიციო კამპანია საქართველოში, ხო? წარმოუდგენელი ამბავია ეგ. რა თქმა უნდა ეს არის გარიგებელი. გამორიცხულია, კი ბატონო. ხო და ნუ ეს სიამოვნებაში ეს იყო რა, სიამოვნებაში ეს იყო. გილაური რა თქმა უნდა თამაშობდა და ეხლა თამაშობს ქართული ოცნების მხარეს. რა თქმა უნდა ის რასაც აცხადებს და თუმცა მე ძალიან ეჭვმეპარება რომ მან ესე იგი მიაღწიოს ამ წარმატებას ის რომ რაღაცა შემეშალა, ვიღაცა შეეშალა. თურმე ესე იგი ამერიკის შეერთებული შტატები NGO-ების იმაზე აკეთებს და დაყრდნობით ხო ვიღაცის ანონიმკის ხო ნუ სასაცილოა რა თქმა უნდა. ნუ მაგრამ მე ვფიქრობ რომ ეს სქემა მუშაობდა მაშინ, ეს სქემა მუშაობდა, ესე გახდა ესე იგი ახლები პირველი ოპოზიციური პარტია ესე გაკალთენ უცხოდ და ეს იყო უბრალოდ მაგ რა მოხდა რა, უბრალოდ ესე იგი ივანიშვილმა ამ შემთხვევაში ითამაშა ამ პირველად თამაშს დამიწერია ეს არსად რა, შეთა პირველად თამაშს. ივანიშვილს ამ შემთხვევაში გადაძლია ისმა ჩვევამ. რომ გადააგდოს პარტნიორი. გადააგდოს ისა, ხო? აი უნდა მეკითხა რა რატო წავიდა არა, ყველაფერი, იცი რა, ჩვენ ახლა ვიქნებოდი ძალიან ცუდ დღეში, აი ესე ჩუმად ვიჯდებოდით ახლა აქ და ჩუმად ვიწუწუნებდით, ესე იგი რა ცუდ დღეში ვართ, რა თორე ახლა ივანიშვილს ეს თავისი რუსული ინსტინქტი რო არ გაღვიძებოდა და არ მონდომებოდა გადაგდება პარტნიორი. აი ხანგრძლივებდა ფაქტიურად. არა, განსაკუთრებით კი არა, ძალიან ცუდ დღეში ვიქნებოდით, იმიტომ რომ იქნებოდა თემ სოფლო დაინახავდა რომ უიმე ნახეთ როგორია და ესე ქართულ მოსნევა ვერ აიღო 50% და კოალიცია შექმნა ოპოზიციასთან და რა ბედნიერება და საქართველოს ლიბერალური დემოკრატია ზეიმობ, ესე იქნებოდა. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ხარეს ითამაშა, ესე იგი ივანიშვილის იმან ჟინმა, რუსულმა ჟინმა, რომ იქო მოგება რუსეთში რა არის მოგება, რუსეთში მოგება არის გადააგდო პარტნიორი. კი. ეს გააკეთა რა, ეს გააკეთა და ამ შემთხვევაში ივანიშვილმა ითამაშა ჩვენს ხარეს. გადასარევად რა ეს რო არ ყოფილიყო არაფერი მსგავსი არ იქნებოდა რა ეხლა იქნებოდა გილაური პრემიერი იქნებოდა კოალიციური მთავრობა ესე იგი ახლებსა და კოცებს შორის და ჩვენ ვიქნებოდი ძალიან ცუდ დღეში რა ძალიან ცუდ დღეში მაშინ დონორებაში კი ხო მაგრამ ესე იგი sense god ესე იგი ეს ისა რუსული ინსტინქტებია ყოველთვის რა სხვათა შორის სუმაკის იმენდი მაქვს ხოლმე აი უკრაინის და პუტინის ამბავზე რომ აი მომიგება საქმე რაღაცის გადაწყვეტავდა ეს გამოაგდებს უცხოთ რაღაც ისეთ საშუალო. აი ზუსტად ეგ მოხდა აქაც, ზუსტად ეგ მოხდა რა. ზუსტად ეგ მოხდა. ერთი-ერთში რა. აქ არ არის რაციონალური არგუმენტი, რატომ გააყალბეს ამდენი, ხო? მარტივად შეიძლება გააყალბებეთ 10% რა. 25% როგორ გააყალბებთ? იცი რა, ზომა რო დაეჭირათ, მოგებული იქნებოდნენ რა რაღაცა და ხო. ჩვენ ვიქნებოდი ძალიან ცუდ დღეში, ძალიან. მაგრამ ნუ აი ძალიან კარგი რა, ძალიან კარგი ინსტინქტები მაინც ინსტინქტებია რა. რუსული წესი მაინც რუსული წესია. ივანიშვილი ვერ ჩათვლიდა თავს მოგებულად ვერასოდეს, თუ კი ის პირობა შეასრულებდა იმასთან ოპონენტებთან ვერასოდეს. ამიტომაც მან გადაწყვიტა რომ აი ესე გააკეთოს.